რას ჩამოიყვან კორეიდან $14,000. ეს არის 2022 წლის სანგიონგ ტორესი და დარწმუნებული ვარ თქვენ პირველივე კითხვაზე გავცემ პასუხს. არა, ეს არ არის ჩინური ავტომობილი. ეს არის კორეული ბრენდის სანგიონგი, რომელიც ავტომოყვარულებმა ჩვენ კარგად ვიცით, ვინც ვერ ყვევით. თუმცა მასისთვის სანგიონგი მაინც უცხო ბრენდია და ძალიან ბევრს ეშინია მისი. მე ვეცდები მოგიყვეთ ამ ავტომობილის შესახებ ყველაფერი, რაც დაგაინტერესებთ და აგიხსნათ თუ რამდენად მაგარი ავტომობილია ეს. პატარა ისტორიის გაკვეთილი. სანგიონგი ყოველთვის თანამშრომლობდა ვიღაცასთან. ეს თავიდან იყო მერსედესი, სხვათა შორის ბოლო წლებშიც მერსედესთან თამაშობდა, შემდეგ ინდურმა კომპანიამ ტატამ გამოისყიდა სანგიონგის წილი და რაღაც პერიოდი ჩაფლავებები იყო. შემდეგ ისევ მერსედესს დაუბრუნდნენ, მერსედესთან თანამშრომლობდნენ და ბოლო ეტაპი 2019 წლის ბოლოდან კორეულმა გიგანტმა KGM გრუპმა გამოისყიდა სანგიონგის წილი და ეს ავტომობილი უკვე არის სრულიად კორეული ნაწარმი. როგორც ვთქვით, სანგიონგი არასდროს არ იყო მარტო და ყოველთვის თანამშრომლობდა რომელიმე ავტომწარმოებელთან. ამ შემთხვევაშიც არის, ესე ვთქვათ, ნაზავი. სანგიონგ ტორესი აღჭურვილია 1.5 ბენზინის ტურბო ძრავით, ეს არის 1.5 GDI ტიპის ძრავი, რომელიც სანგიონგმა Kia Hyundai-სთან თანამშრომლობის შედეგად შექმნა და არის საკმაოდ გამძლე, გამომდგარი ძრავი. ამ ძრავის რესურსი დაახლოებით არის 400,000 პლუს კილომეტრი, რის შემდეგაც საჭიროა ძრავის ჯაჭვის შეცვლა, რომ შემდეგ ავტომობილო ექსპლუატაცია გააგრძელოს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ეს ქართველებისთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი თემა იქნება, რადგან ამ ავტომობილში დგას iSIN-ის 6-სიჩქარიანი კლასიკური გადაცემათა კოლოფი, იგივე რომელსაც შეხვდებით Toyota-ს და Lexus-ის ძალიან ბევრ ავტომობილში. რაც ამ ავტომობილს ნამდვილად თავისი აქვს, ეს არის მისი ხიდი, სავალი ნაწილი და ელექტროობა. და დამიჯერეთ სამივე არის იდეალური. ელექტროობა სრულიად გამართულია და ზედმეტ პრობლემებს თქვენ არ შეგექმნით. ხიდი გამავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც ქალაქის ჯიპად ითვლება და არანაირი ბლოკირება და ასე შემდეგ არ აქვს, მაინც ძალიან მაგარია გამავლობაში და სავალი ნაწილი არის ძალიან გამძლე. დაახლოებით 150,000 კილომეტრამდე ქარხნული ნაწილები ჩარევას არ საჭიროება. ავტომობილი არის ულამაზესი, ძალიან გასხვავებული ვიზუალის, როგორც ხედავთ, მოყვანილობა არის მაქსიმალურად უხეში ოფროუდის სტილის მანქანის და დამეთანხმებით ვერავინ ვერ იტყვის ამ ავტომობილზე, რომ არის მახინჯი. ანუ ჩვენ გვაქვს აქ ლამაზი, გამძლე ავტომობილი, გამძლე ძრავით, გამძლე სავალი ნაწილით და გამძლე გადაცემათა კოლოფით. იდეალური კომბინაცია, მაგრამ რაღაც მინუსი ხომ უნდა კონდეს ამ ავტომობილს? კი ბატონო. ამ ავტომობილის მთავარი მინუსი ეს მისი წვა არის. 1.5 ძრავზე ეს ავტომობილი 4x4-ზე ვერსია ქალაქში მოიხმარს დაახლოებით 13 ლიტრს აწვავს, ხოლო მაგისტრალზე 8 ლიტრს. რაც შეეხება ცალხიდიანს, წინაწამყვანს, ქალაქში მოიხმარს 10 ლიტრს, მაგისტრალზე ანალოგიურად 7-დან 8 ლიტრამდე. კონკრეტულად ეს ჩვენი ვერსია არის პირველი საქართველოში, პირველი ოფიციალური სანგიონგ ტორესი, რომელიც ჩამოვიდა. არის 4x4-ზე და დაგიჯდებათ საქართველოს სრული ხარჯით $14,000. ხას გაუსმევ, რომ ტორესებში არის ორი კომპლექტაცია, T5 და T7. ანუ T5 არის საშუალო კომპლექტაცია, T7 არის უმაღლესი კომპლექტაცია. ჩვენი ტორესი არის სწორედ T7, ანუ უმაღლესი კომპლექტაცია. 4x4-ზე ვერსიას თქვენ ჩამოიყვანთ კორეიდან სრულიად დაუზიანებელს, როგორც ხედავთ, $14,000, ხოლო წინაწამყვანი შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ $11,500-დან. თუ თქვენთვის წინაწამყვანი ვერსია მისაღებია, დამეთანხმებით, რომ ამ ულამაზესი ავტომობილისთვის $11,500 ძალიან მაგარი ფასია. ის გამოდის 2022 წლიდან, 2022-2023 წლიანი შეგიძლიათ $11,500 ჩამოიყვანოთ სრულიად დაუზიანებელი შემოწმებული ავტომობილის სრული ხარჯით საქართველოსთან. ხოლო თუ თქვენ მაინც უგზოობის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ 4x4-ზე ვერსია, რომელიც ნამდვილად კარგი აქვს ამ ავტომობილს. კონკრეტულად ეს სანგიონგ ტორესიც გაყიდვაშია, ჩვენ მას ვყიდით განბაჟებულს,
$17,000. ეს იქიდან გამომდინარე, კონკრეტულად ეს ავტომობილი არის ქარხულ საღებავზე და მხოლოდ წინა ბამპერი აქვს შეღებილი, სხვა არც ერთი დეტალი არ არის შეღებილი, არასდროს არ ყოფილა ავარიაში და ასე შემდეგ. მაგრამ თუ თქვენთვის რაღაც ისტორიაში მომხდარი რაღაც პატარა ინციდენტები მისაღებია, ამ მოდელს ჩამოიყვანთ უკვე $14,000. Off-road-ის კაპოტი, ულამაზესი LED ფარები, აგრესიული ცხვირი და წინა პარკინგ კონტროლი. ულამაზესი მოყვანილობის გვერდხედი, ავტომობილი არის იდეალური ზომის, არც პატარაა, არც დიდი არის, რასაც ქვია იდეალური ზომის არის. ულამაზესი მოყვანილობა აქვს ავტომობილს, ხოლო აი ეს დეტალი, რომელიც მანქანას აძლევს უფრო საინტერესო დიზაინს, მე რაღა ვთქვა. ულამაზესი გვერდხედი, ულამაზესი მოყვანილობა აქვს ამ ავტომობილს და ბონუსად გვაქვს აი ეს ჩანართი, რომელიც ყოველთვის არის სხვა ფერი ვიდრე ავტომობილის ძარა. ულამაზესი უკანა ნაწილი, ძალიან ლამაზი LED ფარები, რომლებიც მე ძალიან მომწონს, უკანა პარკინგ კონტროლი, აი ეს ვერცხლისფრად იდეალური გადაწყვეტილება დიზაინური კუთხით და დააკვირდით საბარგულს. საბარგული არის ძველ სტილში, გეგონებათ რომ გვერდულად უნდა გაიყოს, თუმცა რეალურად თანამედროვე სტილში იღება. რაც შეეხება ტევადობას, საბარგული არის ძალიან დიდი, საკმარისია ერთი დიდი ოჯახისთვისაც, ასევე ქვემოთაც გაქვთ სათავსო და ადგილი ნივთების შესანახად. საკმაოდ დიდი ადგილი უკანა სავარძლების გათბობა, შენი პირადი ფარდა და ჭიქის შესადები. კვიანი გასაღები მხოლოდ წინა ორ კარზე, ელექტროსავარძლები და საჭე რეგულირდება მექანიკურად. საჭეზე გვაქვს კრუიზ კონტროლი, ზოლებში სიარულის სენსორი, დარტყმის სენსორი და ყველაფერი აბსოლუტურად რაც გვჭირდება. სპიდომეტრი არის სრულიად ელექტრო, სადაც ყველანაირი აბსოლუტურად ინფორმაცია რაც გვჭირდება გვაქვს მოცემული, ხოლო აქ ცენტრალურ დაფაზე გვაქვს ორი უზარმაზარი მონიტორი. აქ გვაქვს ძალიან კარგი და სწრაფი მულტიმედია, საკმაოდ ხარისხიანი ეკრანი და რა თქმა უნდა უკანა ხედვის კამერა. რაც შეეხება ქვედა მონიტორზე გვაქვს ცალკე გამოყოფილად კლიმატ კონტროლი, drive mode და სავარძლების გათბობა, გაგრილება, რაც ძალიან კარგი არის ამ კლასის ავტომობილისთვის. ავტომობილი არის აღჭურვილი ხარისხიანი მასალებით, ხოლო სალონში გვაქვს ულამაზესი განათება, რომლის ფერიც თქვენ თვითონ თქვენი გემოვნებისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ. ამ ავტომობილის მართვის ერთ-ერთი პლუსი იმის გარდა, რომ ავტომობილი არის ძალიან კომფორტული და კარგად მანევრადი, ის არის, რომ აქვს ძალიან უხეში კაპოტი. როდესაც მის საჭესთან სიხარ, შთაბეჭდილება გექნება ისეთი, რომ თითქოს რაღაც მონსტრის საჭესთან სიხარ. კაპოტი არის ძალიან მაღალზე ამოწეული და გაძლევს ესეთ შთაბეჭდილებას. ეს იყო 2022 წლის SsangYong Taurus-ი, იმედია მოგიყევით ყველაფერი დეტალურად ამ შესანიშნავი ავტომობილის შესახებ, რომელიც მართლა გამძლე არის, მართლა განსხვავებული ვიზუალის არის და ძალიან კარგი საოჯახო ავტომობილია. რაც შეეხება ფასებს, ვიდეოს ბოლოს განმეორდები, თუ თქვენ Taurus-ის წინა წამყვანი ვერსიის ჩამოყვანა გნებავთ, კორეიდან სრულიად დაუზიანებელი დაგიჯდება $11,500-დან. თუ თქვენ 4/4-ზე ვერსიის ჩამოყვანა გნებავთ, ეს მოდელი დაგიჯდება $14,000-დან. ხოლო თუ თქვენ კონკრეტულად ეს ჩვენი Taurus-ი გნებავთ, რომელიც არის ქარხულ საღებავზე, მაღალი კომპლექტაცია, ძრავში ზედშეცვლილი და სრულიად გამართული ავტომობილი, უკვე რა თქმა უნდა განბაჟებული, ეს კონკრეტული ვერსია თქვენ დაგიჯდებათ $17,000. ავტომობილი არის 2022 წლიანი, 80,000 კილომეტრი ორიგინალი გარბენით, რაზეც რა თქმა უნდა TL Group-ი პასუხისმგებელია. ხო, და მთავარი დამავიწყდა. სანამ დაგვიწერთ კომენტარებს, კაია, მაგრამ ხელოსანი სად არის ამისი ან ნაწილები სად იქნება, წინასწარ გაგცემთ პასუხს. SsangYong Taurus-ი არის ყველაზე მარტივი კონსტრუქციის ავტომობილი, რომლის შეკეთებაც ნებისმიერ ხელოსანს შეუძლია, ვინც ცოტათი მაინც ერკვევა ავტომობილებში. ხოლო რაც შეეხება ნაწილებს, ნაწილების გამოწერა ჩვენი კლიენტებისთვის ყოველთვის შეგვიძლია ჩვენ TL Group-ს. ასე რომ თუ ჩვენგან ნებისმიერს ამას ან სხვა მოდელის ავტომობილს ჩამოიყვანთ, ნაწილები თუ რამე დაგჭირდებათ, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით მის გამოწერაში.